მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში აბორტის აკრძალვას ითხოვს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ისერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებასა და გადარჩენას. აბორტი გააზრებული უნდა იყოს როგორც დიდი ცოდვა. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია, განაცხადა ქორეპისკოპოსმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ. მისი განცხადებით დადგა დრო, რომ საკანონმდებლო ნორმებზე ვიფიქროთ. თემაზე ვცლად ვისაუბრებთ სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამაოჟა სონღულაშვილთან. მამაოჟა, მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მეუფე შიომ კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში გარკვეულწილად შეზღუდული არის აბორტის გაკეთება. როგორი არის ეკლესიის და თქვენი როგორც სასულიერო პირის დამოკიდებულება? ეს მოაგვარებს პრობლემას? ასევე უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლო არის პირიქით გაზარდოს არალეგალური აბორტები. პირველ რიგში მოგესალმებით და მე ყველას მოგილოცავთ ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივის ცემის დღეს და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს მოგილოცავთ. მადლობას უხდით მის უწმინდესობას ამ დღეს დაწესებისთვის. საოცარი დღე, სითბოთ და სიყვარულით გაჟღენთილი და გაჟღერებული დღე, საოცარი ერთსულოვნების და ერთობის დღე. ჩვენ ამას ვხედავთ ჩარშანწინაც და ეს პერიოდი სულ ესე გრანდიოზულად აღინიშნება სითბოს და სიყვარულის მეც რომ არაფერს და ვერაფერს ვერ ნახავს ადამიანი და ესე ვთქვათ ერის გამოძახილი დააწესა მისმა უწმინდესობამ, მადლობა და ღმერთმა გააძლიეროს და გაახაროს მის უწმინდესობის გული. რა თქმა უნდა, ამ დღეს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ საკმაოდ საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, საჭირბოროტო საკითხზე და ჩვენ ყველამ უნდა ყურად ვიღოთ. თითოეულმა ადამიანმა, ოჯახებმა, მშობლებმა, სახელმწიფომ, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ აბორტი ეს არის შვილთა კლა, ანუ ადამიანს კლავ. რა თქმა უნდა, უმძიმესი ცოდვა კლა ადამიანის და ჩვენ ხშირად ვამბობთ ვინმეს უფლებების დაცვა და რომ კვლელობა გამრავლდა, დანაშაული გამრავლდა და აქ დანაშაულის გამრავლება იწყება და სამწუხარო შედეგამდე მიდის კიდევაც და იწყება ოჯახებში, რომ ჯერ პირველ რიგში მშობლებიდან ხდება მკვლელობა შვილის, არა ვინმე ადამიანის უცხო ტომელის, ისის დაუშვებელი და მიუღებელი, არამედ უკვე საკუთარი სისხლის და ხორცის მკვლელობა ხდება იმის საფუძვე თითქოს და გასამართლება, რომ მეტი შვილი არა, ან მე თვითონ საყვები არა მაქვს, ან შემოსავალი არა მაქვს, რა თქმა უნდა, ვერც ერთი მიზეზი ვერ გაგვამართლებს, რომ საკუთარი შვილი ავკუცოთ, მოვკლათ და ხელი შევუშალოთ. როდესაც განაყოფიერება ხდება, იმ წამიდან უკვე სულია, იმ წამიდან უკვე პიროვნება, იმ წამიდან უკვე ადამიანია და ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ მოვკლათ და მოვიცილოთ რაიმე მიზეზის გამო ჩვენი შვილი. ამიტომ სახელმწიფომაც უნდა, რა თქმა უნდა, გაამკაცროს, არის ევროპული მაგალითები, ამერიკის შტატების მაგალითებიც, რომ გამკაცრებულია და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ქართველები ძალიან ცოტანი ვართ და დემოგრაფიულ პრობლემა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და სტატისტიკით 2050 წელს უკვე სერიოზული პრობლემა იქნება. და რა თქმა უნდა ეს აბორტიც უკვე დიდი ხელშეწყობა იმისა, რომ პრობლემა უფრო სწრაფად მოვიდეს ჩვენამდე და გვახსოვს ჩვენ წლების წინ რომ 5 მილიონი ვიყავით, დღეს უკვე 3 მილიონი დავრჩით და 10 წელიწადში და 20 წელიწადში რამდენი დავრჩებით ღმერთმა უწყეს. ამიტომ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ და სახელმწიფომაც რომ აიკრძალოს აბორტი და მეცაც გეტყვით რომ ხშირად არის ხოლმე სამედიცინო ესე ვთქვათ დაწესებულებებში რომ როდესაც აბორტს აკეთებენ ექიმისთან შეთანხმებით და მშობლებიც თანხმდებიან ამაზე რომ თითქოს და შეწყვეტილი ორსულობა და ამ დროს ცოცხალ შვილს კლავენ და კუწავენ. ამიტომ აი ეს ნუ მოვიტყუებთ და სტატისტიკა ერთია, მაგრამ რეალობა უფრო დიდია და როდესაც ჩვენ ვამბობთ საქართველოს წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა, როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს გაბრწყინდება, უნდა გვახსოვდეს რომ ერი რომელიც როგორც მეუფემ შემბრძანა, რომელშიც სადაც ხდება შვილთა კლა, ამდენი აბორტი და შვილის სისხლში გვაქვს ხელი გარეული, რა თქმა უნდა ესეთი არის გაბრწყინება საუბარიც კი ზედმეტი. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ერი მივიდეს გაბრწყინებამდე და ჩვენი ერი უნდა გამრავლდეს და ქართველი ერი უნდა შეხვდეს მეორედ მოსვლას უფალს. მამაოჟე, თქვენი შეფასებით კანონმდებლობის გამკაცრება მოაგვარებს დემოგრაფიულ პრობლემას და ხომ არ იქნება საფრთხე, რომ არალეგალური აბორტები გაიზარდოს, როგორც ამას აღნიშნავენ უფლებადამცველები?
სახელმწიფოც მაგიტომა რომ არალეგალური აბორტები უნდა აღიკვეთოს და რა თქმა უნდა მოაგვარებს. ახლა 50000 წელიწადში რომ არის აბორტი და 50000 რო არ მოკვდება შვილი და წარმოგიდგენ რამდენი წელი და წელიწადში 50000 რამდენი 50000 დაიბადებოდა ბავშვი. რა თქმა უნდა უპირობოდ მოაგვარებდა და დამერწმუნეთ რომ მრავალშვილიან ოჯახებზე ნუ შეგეშინდებათ ცოლს და ქმარს ესე რომ ოჯახს მივმართოთ. ნუ შეგეშინდებათ მრავალშვილიან ოჯახზე განხილებით დიდი მადლი და კურთხევა უფლისა და ის რაც კაცთაგან შეუძლებელი და თითქოს წარმოუდგენელი როგორ ვარჩინო იცოდეთ რომ უფალი თვითონ შეგვეწყობს ხელს და მოგცემს გონებას, სიბრძნეს და მსგავსი ცოდვა უფრო პირიქით ხელს გვიშლის აზროვნებაში და უფრო პირიქით გვბოჭავს და ხელი გვეშლება ჩვენ და უფრო მეტად ცუდ შედეგს მიიღებს ოჯახი. ამიტომ აუცილებლად შედეგი იქნება დადებითი და სასიკეთო. და ბოლოს თქვენი შეფასებით მაგალითად როგორ უნდა გამკაცრდეს კანონი? ვფიქრობ რომ ეს უნდა კანონმდებლები დასყდნენ, მაგალითები აიღონ ევროპის, ამერიკის, ის რაც ჩემი უფეშომა ჩამოთვალა და შეჯერდნენ. ესე ჩემი მხრიდან რაიმეს თქმა, ესე უცბად ვფიქრობ რომ არ იქნება სერიოზული, უკეთესია რომ აი დასყდნენ თუნდაც სასულიერო პირებიც ერთად შეჯერდნენ საპატრიარქოს წარმომადგენელიც და ეს კანონმდებლობა, ანუ ეს არ ხდება ვინმეს დასჯისთვის, ეს ხდება ერის გადარჩენისთვის. ამას ეს უნდა გავათვითცნობიეროთ. უნდა იყოს რაღაცა ცოდნა ამაღლდეს, რომ რატო ვაკეთებთ ამას, რომ ჩვენ მხოლოდ შენი არსებობისთვის არ არის, შენ უნდა იგრძნო, რომ შენ ერის წინაშე გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ შენ არსებობდე და მხოლოდ ერთი შვილი შენი არსებობდეს, არა, შენს უნდა გახსოვდეს, რომ ვისი შვილი ხარ, ვისი ქვეყნის შვილი ხარ, ვისი გორისა ხარ, როგორ მოვიდა შენი ქვეყანა, რა ისტორია აქვს და უნდა გახსოვდეს, რომ შენ გრძნობდე შენი მომავლის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ მარტო ერთი შვილი არ უნდა გაამრავლო და ითღეგრძელოს და გაიხაროს ქართველმა ერმა. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. გვესაუბრებოდა სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამავაჟა სონყულაშვილი. ღმერთმა დაგლოცოს და ღმერთმა დავლოცოს ყველა მრავალშვილიან ოჯახები და ღმერთმა დავლოცოს ვისაც ერთი და ორი შვილი ყავს და ღმერთმა მოგმადლოთ შვილიანობა და მრავალშვილიანობა. ამინი. ცოცხლე და გაიხარეთ.